სადაც ახლა ჩვენ ვართ, სამების საკათედრო ტაძარში დავდივარ 2004 წლიდან. ყოველ შაბათ-კვირას ვესწრებოდი პატრიარქის წირვა ლოცვებს. და ძალიან მიჭირს დღეს აქ დგომა, საუბარი, მაგრამ უთქმელობაც არ შეიძლება. იმიტომ რომ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანმა შექმნა ეპოქა. ორ ურთულეს ეპოქას მე-20 და 21 საუკუნეს გამოატარა ერი და ბერი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მისთვის განსხვავებული საჩუქარი გაგვეკეთებინა. პირველად მივედი ანა კალანდაძესთან და ვთხოვე, რომ 2007 წელი იყო, პატრიარქისთვის ვამზადებთ სპეციალურ გამოცემას და თუ შეიძლება გაიხსენეთ მასთან ურთიერთობა, მისი დამოკიდებულება და საერთოდ თუ გააქვთ სურვილი და საშუალება შეაფასეთ პატრიარქის ღვაწლი. და სახლში ვიყავი, საბურთალოს ქუჩაზე ცხოვრობდა და მითხრა ორ დღეშიო დაგირეკავო და მოდიო. ვიფიქრე, რომ ალბათ უარი თქვა, რომ არ უნდა ეხლა. ხო არის რაღაც მომენტი, რომ უნდა მოიფიქრო რა უნდა თქვა და მით უმეტეს როცა პატრიარქზე იყო საუბარი და 2 დღის მერე დამირეკა და მითხრა, რომ მობძანდითო. მივედი და მაგიდაზე აწყვია ფურცლები, ხელით ნაწერი, ქართულად, ულამაზესი კალიგრაფიით და მე პატრიარქს სხვანაირად ვერ გაუგზავნიდიო და ვერ ვესაუბრებოდიო და ამიტომო დავწერე ხელით 2 ღამე გავათენეო. რამოდენიმე ვერსია ქონდა ამ ხელნაწერის გაკეთებული და მე ვიფიქრეთ, რომ აი სერგო ვარდოსანიძე ჩემი, რა ვიცი, სტუდენტობის მეგობარია და უთხარი, რომ აი ესეთი რაღაცა მინდა გავაკეთო და ვინ შეიძლება მოვიწვიოთ, ვის შეიძლება დავაწერინოთ. ეხლა საქართველოში 5 მილიონი თუ 3 მილიონი ნახევარი ადამიანი ცხოვრობს და ალბათ უმეტესობას ექნებოდა სურვილი, მაგრამ რახან ეს იყო საცდელი პირველი პატრიარქისთვის, შევარჩიეთ 100 ავტორი. წერლები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები, ნონა გაფრინდაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ნანი ბრეგვაძე, გიგა ბათიაშვილი, რომელიც იყო არქიტექტორი ამ ტაძრის, მხატვრები, მწერლები, პოეტები, რა ვიცი, აი ადამიანები, ვისაც მართლა ჰქონდა სათქმელი და ოთარ მეღვინეთუხუცესი, გორანდა გაბუნია, ტარიელ ხარხელაური, შეიძლება ყველა ვერ გავიხსენო და მომიტევოს ყველამ და ყველა როგორ წერს იცი, რომ მისი წილი პატრიარქი როგორია, მის მიერ დანახული პატრიარქი როგორია, აი როგორი იყო ის მასთან ურთიერთობაში, როგორც ამბობენ, ყველას უსმენდა. მე არ მახსოვს პატრიარქზე აუგის მთქმელისთვისაც გაეცეს პასუხი. არასოდეს ის მე აი ბევრჯერ შევხვედრი ვარ საპატრიარქოშიც, ტაძარშიც, თქვათ ეპარქიებშიც, რამოდენიმე ეპარქიაში ვახვდივარ, იერუსალიმშიც 2 ჯერ ვიყავი მასთან ერთად, არასოდეს ის ხმამაღლა არ საუბრობდა და კატეგორიული ტონი მისთვის იყო მიუღებელი. საოცარი იყო მისი ეპისტოლეები, სააღდგომო თუ საშობაო. საოცარი რჩევები ჰქონდა ნებისმიერ მისი გამოსვლის დროს და ერთი რაც არ შემიძლია არ თქვა, რომ 9 აპრილს ეხვეწებოდა ხალხს, ერს, ბერს, რომ ჩავიდეთ ქაშვეთის ტაძარში და ვილოცოთ და ერი გადარჩებოდა. ის ადამიანები გადარჩებოდნენ, ვინც იმ საღამოს შეეწირა იმ თავისუფლებას, რასაც ქვია და დღემდე ვიხდით ამ თავისუფლების ასე ვთქვათ საზღაურს. წავიდა ჩვენი პატრიარქი, მაგრამ მე მჯერა, რომ აი სხვა ხალხი, რომელიც დღეს აქ მოდის, ხვალმოვა, ზეგმოვა, სულ იქნება მათ სულებში და გულებში ჩვენი პატრიარქი და ის 50,000 თუ 55,000 ნათლული, რომელიც ბოლო პერიოდში პატრიარქის კურთხევის მერე გაჩნდნენ, იქნებიან ახალი საქართველოს აღმშენებლები და მათ ემახსოვრებათ თავიანთი პატრიარქი, როგორც თბილი, ტკბილი, აღმშენებელი, მლოცველი, ერისულიერი მამა, ზე ადამიანი, რომელიც ზეციდან ლოცულობს საქართველოსთვის.